შენ დაიწყო. მოგესალმებით. ერთ-ერთი მიზანი, რომელიც მიზანი როგორ განცდა, რომელსაც ალბათ ჩვენი ჩანაწერები და თუ რაც ქვია დიალოგები ატარებს ჩვენთვის არის ის, რომ კავშირი დამყარდეს, მე ამას ვეძახი დროის უწყვეტობის კანონს, დამყარდეს თაობებს შორის და ესეც პირობითობა მგონი. სინამდვილეში მგონი, რომ იმიტომ რომ დრო ხო არ არსებობს სინამდვილეში, დრო არის პირობითობა. ციფერბლატი ისრები. და ყველა თაობა შობს მარგალიტებს. და თვითონ თაობა არის ისეთი კრეფსითი ცნება, რომელიც რო კარგად დაფიქრდე, ვერ მიხვდები, რას ნიშნავს თაობა. რა თაობაში ყველა ადამიანი ერთია. პიროვნებებს შობს, ანუ მარგალიტებს შობს, ან ძალიან დიდებს შობს, როგორც თქვა, ჩვენი თანამედროვე წმინდა ბერი ნიკოლოზ, ან წმინდა ბერი გაბრიელი. და ერთი ანა ნახე, მე არ ვიცი ხოლმე გაღიზიანება იშვიათად რომ გავღიზიანდე, იმიტომ რომ თვლი რომ ადამიანი ესე ფიქრობს, დღეს ამ პრაქტიკაშია, ესე ცხოვრობს და დღეს დააწყნა რომ ეს ესეა და რა გინდა რომ უხო. დღეს როგორც იციან თქვა რა გავაკეთო, ეხლა ის კაცი ისე ფიქრობს, მაგრამ ერთი კომენტარი წამიკითხეს, ეხლა მე რო კომენტარებს ვკითხულობ ხოაზე, რომ ესეთი ჩვენ ამ დღეში რო ვართო, ეს არისო აი ამ ძველი ჩამპალი თაობის ბრალიო, რომელიცო ასე ვთქვათ დაალპაო რა და რომელიც უშლის ხელს საერთოდ განვითარებას. და იცი რა არის, რაღაცნაირად შემეცოდა იმის დამწერიც, ჩემი თავიც, ჩემი ასე ვთქვათ თანამოაზრეები, თანამებრძოლები, რომელიც რამდენი ყოფილა ცხოვრებაში, თქვენი თაობა, შუა თაობა, ანუ ყველა შემეცოდა. რატო? იმიტომ რომ გააწყდა, ესე იგი, ადამიანი რო ამას იტყვის, თან ესე ყადნიერად, ხო გესმის, ანუ გადაუსვა ხაზი, თურმე ძველი თაობა ყოფილა ჩამპალი და ამიტომ გაეჭხირა ახალი თაობა. არც ძველი ამ შემთხვევაში, არც ახალია და არც არაფერი არ არსებულა მაშინ ამ ქვეყანაზე, იცი რატო? იმიტომ რომ გააწყდა კავშირი თაობებს შორის. თაობა პირობითია და ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გაწყდა ნამდვილი ძაფი, რომელზედაც უნდა აესხას ჩვენი ცხოვრება. ამიტომ იყო რომ ჩვენ ხო ისედაც გვაქვს ახლო ურთიერთობა, მეგობრობთ. მე კი ვარ, თქვათ, მამაშენის მეგობარი, მაგრამ შენი მეგობარიც ვარ. და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ესე იგი ჩვენ დავიწყოთ ერთი ესეთი ხაზი იყოს, რომელიც ასე ვთქვათ მოემსახურება აი ამ დროის უწყვეტობის კანონის აღდგენას. ოქროს ძაფი ესეთი ფილმი რო გადაიღეს, ძალიან მაგარი ფილმი. და იაპონურ ხელოვნებაში რო აი ოქროს ძაფით რო აერთებენ, ამრთელებენ ნამუშევარს. ეს არის ძველი სკოლა, ძველი ესეთი იაპონური კლასიკური ხელოვნება. რო აღადგინო როგორ ნაწარმოები რას ნიშნავს? მთლიანობა. და მოდი ესე მე მინდა უბრალოდ რა ვიცი ეს რატო ხელად შესავალი წამოვიდა, მიიღე როგორც რა ვიცი დალოცვა თუ გინდა რომ აი რომ მოემსახურო, მე ძალიან მინდა რომ მოემსახურო, იმიტომ რომ რაღაცნაირად გრძნობ რომ გაქვს შენ ეს პოტენცია და რესურსი, ჩემი აზრით, რომ შენ მოემსახურო ამ საქმეს, რომ ესე ნუ დავემდურებით ერთმანეთს. იმიტომ რომ რაც არის ის, როგორ არის, თუ რაც იყო ის აღარ არსებობს. და თუ რაც იყო ის არ არსებობს, რაც არის ის აღარ არსებობს, რაც იქნება ისიც აღარ იარსებებს და გავკრებით. და ეგეთი კი ბატონო, გვიძახეთ თქვათ, შენზე არ ვამბობ, მაგრამ იმ ადამიანზე იმას ძალიან ცუდი ფსიქოლოგიური სულიერი მდგომარეობა მძიმე აქვს. იმიტომ რომ გაიხედა, გამოიხედა და ვერ ნახა ვერავინ.
დასაბუღმი გარდა იმისა, რომ დაიბოღმოს მთლიანად ძველ ეს ნეგატივით არ ვიწყებ ამას, ეს ნეგატიური აღქმა კი არა, პირიქით ყველამ ჩავიხედოთ ჩვენ თავში და წავშალოთ დრო როგორც პირობითობა, აი ამას გისურვებ და მომავალში და აი ჩვენ დღევანდელი დიალოგიც შეიძლება რომ იყოს ამის პირველი წვეთი. მოკლედ ჩვენ არ განვიხილავთ უბრალოდ წიგნზე თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონის მიხედვით რაღაცა თქვა ფრაზებს ამოვიკითხავ და იმის მიხედვით კითხვებს დავსვამ. და ეს წიგნი იმიტომ რომ მე კი შენ თქვი რომ თურმე ძალიან ძველიდან ხო, თემა ყოველთვის იყო ეს წიგნი. ხო და მე არ ვიცოდი რომ ესე იყო და მე ჩემთვის არის როგორც აი მამაოსგან წამოსული, იმიტომ რომ მამაოს აქვს ეს წიგნი ნახსენები და უფრო უყვარდა ეს ნაწარმოები. და მანდიდან გამომდინარე თან პატარა იყო და მაგდალაჩი. და ეს წიგნი იწყება ესე რომ გემიდან და ნაპირიდან დაშორებული ჯონათან ლივინგსტონ განმარტოებით ვარჯიშობდა. და აი ეს კითხვა დამებადა ეს რო წავიკე ეს ფრაზა ესეთ კითხვა მოვიდა რომ აი თქვათ იყო იქ 1000 თველი ან 200 თველი ან 300 თველი თქვათ და რაღა მაინც და მაინც აი ეს ჯონათან ლივინგსტონ ვარჯიშობდა განმარტოებით. აი რატო ანუ ღმერთმა დაბადა ესეთი თუ აი საიდან რომ მაინც და მაინც ეს ვარჯიშობდა ამდენ თოლიაში აი ესე მარტო. ხო ალბათ მაგაზე რომ გასცე პასუხით ცოტა უნდა იყოს ის თოლია ხო ალბათ ხო იმიტომ რომ იმას რა პრაქტიკა ქონდა გავლილი აი ეს არის სწორედ ზუსტად ეს თემაა იგივე თემა ანუ ჩვენ ზოგჯერ წარმოგვიდგენია რომ აი გავჩნდით და არავინ არ გვაკონტროლებს არავინ არ გვხედავს არავინ არ გვითვალთვალებს ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ არავინ არ გაკვირდება და არ გსწავლობს. რატო ვფიქრობთ ასე? იმიტომ რომ ჩვენ ვითვლით ჩვენს ცხოვრებას მხოლოდ ჩვენი დაბადებიდან ალბათ. და ჩემი აზრით რატო რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითად თუნდაც სახარებისეულად გენეტიკურ წარმომავლობას. იმიტომ რომ შენ რო იბადები ის უკვე პიროვნებად იბადები, ხო? ანუ უკვე შემდგარი ფაქტი ხარ, რომელიც შემდეგ ბიოგრაფიად დაფიქსირდება, მაგრამ იმ სულს მისი წარმომავლობა ხო აქვს. ანუ დიდი ხაზი. აი ეს არის დრომანდიშლება სწორედ. შენ ვიღაცას წარმოადგენ უკვე, რატო შენი სისხლის მდინარე შედგება წვეთებისგან, რაღაცა ჯიშის მდინარე მოდის და ამას აუცილებლად ვიღაცა აკვირდება, სწავლობს, ხედავს. უზენაესი გონება რაც გინდა ის დაარქვი ღმერთი გიყურებს და მან იცის სათავეშივე შენი მოცემულობა. ხო, ანუ ესე არ არის რომ შენ ესე დაიბადე, ანუ რაღაცა არის რჩეულობა, აი რჩეულობის თემა ეს. იგივე ფილმი მატრიცა, რომელიც ძალიან უყვარდა მამა ნიკოლის ეს ფილმიც. ანუ რჩეულობა ეს წარმომავლობითი განსხვავებულობა. ანუ რჩეული შენ უცებ ვერ გახდები. შენ თუ რჩეულობა წინაპარში არ წინაპრის მოცემულობაში არა გაქვს, აი ქართულში წინ და უკან ერთია, რომ დააკვირდე რა. წინ იტყვი 5 წლის წინ, ან და იტყვი 5 წლის უკან, რატოა ქართულში ეს? იმიტომ რომ უკან რაც არის, ის არის წინ. აი ეს არის, მაშინ კი არ იტყვი რომ ჩავპათაობა ან რაღაცა, მაშინ იტყვი რომ ხო და გაკვირდებოდა ვიღაცა და შენი მოცემულობა წაკითხული აქვს, ანუ როგორც ამოცანას პირობა ხო აქვს. პირობაში დებს ამოხსნა თორე პირობა თუ არა გაქვს ეხლა აქედან აქ წავიდა მატარებელი ეს მახსოვს ეს ამოცანები. ხო იქ ამდენი კილომეტრი გაერა ეს მოცემულობა თუ არა გაქვს ხო ისევე ხო ვერ ამოხსნი და იმ ჯონათანს როგორც ჩანს ეს მოცემულობა ქონდა და უკვე აწვალებდა და როგორ არის ანუ განმარტოებით. ხო, განმარტოებით. რატო განმარტოებით რაღაცა აწუხებდა. რაღაცამ შეაწუხა, რაღაცამ გააწვალა რამ მისმა დიდმა მოცემულობა. ანუ შეწუხდა კაცი, კაცი ვთქვა. ხო. თოლი. შეწუხდა რა, რაღაცა მასში არის ისეთი,
რომელიც მან უნდა შვას. ანუ და ეს ავალდებულებს რომ განმარტოებით ავალ- ივარჯიშო. კი, ანუ გამოეყო უკვე, გამოყო მისმა რჩეულმა წარმომავლობამ. ჩემი აზრით რა. შემდეგ აი ესეთი ფრაზა არის რომ ვარჯიშობს, ნაპირზე ვარჯიშობს და მშიერია, ბედნიერი და სწავლას დაწაფებული. და ეს ჩემთვის ძალიან ანუ როგორ შეიძლება გაგხადოს აი ძალიან ბედნიერი რაღაცა რო გწყურია. აი რაღაცა რო ოდნავ დამაინტერესებს. ოღონდ ისე კი არა ადრე ვთქვათ, ადრე რომ მაინტერესებს და ეხლა ცოტა სხვანაირად მაინტერესებს. აი რაღაც ხრბად. ხო, და რაღაცა ოდნავ რო დამაინტერესებს, ეს ხდის მე ყველაზე ბედნიერს. კი. ცოცხა რაღაცას გრძნობ. კი. და ანუ რატო არის რომ აი ბედნიერს ხდის ეს სწავლას დაწაფებულობა და აქვე ერთს გკითხავ კიდე რომ ერთი ჩემი ну ეხა კონკრეტულად კი არა, ანუ ზოგადად სამეგობროში არის რამოდენიმე ადამიანი, ვისაც ჩემი აზრით გონია მას. რომ მას გონია, რომ ისიც სწავლას არის ანუ მე მგონია ჩემ თავზე, რომ რაღაც სწავლას დაწაფებულია. მასაც გონია, რომ სწავლას დაწაფებულია. ეხა რა განსხვავებაა და რა მინდა რომ გკითხო. მე წავიკითხავ 2 წიგს, ის წაიკითხავს 20 წიგს. კი ბატონო. ის აბარებს უნივერსიტეტში, ერთ უნივერსიტეტში მე დაამთავრა ჯერ მაგისტრატურა, ბაკალავრი მაგისტრატურა, კიდე რაღაცები ხო არის და ამთავრებს ამას და კიდე სურვილი აქვს, აი ხა კიდე მეუბნება რომ კიდე სადღაც უნდა ჩაბარება. და ჩემი აზრით მე ანუ ჩემი აზრით რა, მაგრამ ესე ვხედავ რომ ეგ სწავლას დაწაფება, ანუ ეგ ცოტა სხვანაირი ის არის, ანუ არ ვეძახი მაგას მოწყურებულ ადამიანს. შენი პრაქტიკისგან გამომდინარე. ხო. და აი რა შემთხვევაა ეგ რომ აი ორი ადამიანი ვიყო და ერთი 100 არის და ერთ ანუ რა საიდან ეგეც საიდან ვთქვა. ძალიან საინტერესო კითხვაა და ჩემი აზრით აქტუალური დღეს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს იმხელა ინფორმატიული ველია, რომ ადამიანი გაიფანტა, დაიბნა და ამავე დროს აღივსო დიდი ასე ვთქვათ მე ამას ვეძახი მე კი არა რელიგიურად ქვია გონებითი ამპარტავნება. ანუ შენ ბევრი ინფორმაცია გაქვს და შენი თავი ტიპი გონია. ეს დაახლოებით როგორ არის მე რომ ბევრი ვჭამო და რო ვთვლიდე რომ მე დიდი გურმანი ვარ. აი ძალიან უხეში შედარება, მაგრამ დაახლოებით ესეა. ეხლა რა ბედნიერი როდის არის ადამიანი? აუცილებლად მაშინ, როდესაც თავისი პირადი რეალიზების გზას ადგება. ანუ აგნებს თავის ნიჭს. და ეს ნიჭი არის მის ჯვარში. აი ეგ ჯვარი. ჯვარი. მაგ ჯვარს. აი ეგ თითქოს განცდა მაგის მე და ანუ იმ სხვაში ვერ ვხედავ მაგის განცდა, რომ თავის თავზე მესმის, მაგრამ შეიძლება ის ეძებს მაგზით. მოდი ისე მივუდგეთ, რომ შეიძლება ეძებს. სწორედ მაგითო, რომ აი იქ მივიდა რელიგიის ენაზეც ქვია მაგას მიმომწვევლობა, ანუ იქ მივიდა ეძებს, ვერ გაცოცხლების გზა. ჯვრის გზა რატოა გაცოცხლების გზა? იმიტომ რომ ჯვარში არის ტალანტი და ტალანტი პატარა რამეს არ არის. ტალანტი, იმიტომ კი არა რომ ტალანტი გაჩუქა, მაგრამ ტალანტში ჩანს რომ ღმერთი შენთანაა. ტალანტი ნაჩუქარია. შენ ნაჩუქარის რეალიზება, მაგრამ ნაჩუქარია, რომელიც ამავე დროს პასუხისმგებლობაა. და ბედნიერი ხარ ხო ამას რომ რეალიზებას ახდენ, ამ დროს ცოცხლები. მაგრამ ჯვარს აქვს ჩემი აზრით ეხა ისე გამომდის ვითომ აი მაგრამ მეც ჩემ პრაქტიკას ყვები ჯვარს ცენტრი აქვს წერტილი აქვს და ის წერტილია სინამდვილეში ადამიანმა რომ უნდა მიაგნოს ბევრი ადგილი არ არის აი კედელია თქვა თეთრი კედელი ან ჭერი ხო ყველა წერტილიდან ხო ვერ გახვალ იქ სადაც წყაროა შენ უნდა მიაგნო დაზუსტებით წერტილს და რომელია დაზუსტებითი წერტილი? რომელიც შენია და რომელია შენი დაზუსტებითი წერტილი? შენი ჯვრის ცენტრი. და ყველა ადამიანს აქვს ეგ ჯვრის ცენტრი. აუცილებლად, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ჩემი აზრით აქვს თავისი უნიკალური ჯვარი, საპოვნი და იმ წერტილში მე ამას ბურღვას რატო ვეძახი? რაღაცებს რო ვეძახი ხა ზოგი შეიძლება ზოგჯერ განსაკუთრებით ესეისტიკაში ვთქვათ, ან თუ გინდა როცა ვსაუბრობთ ზოგს ეჩვენე მე იმას ისევ ხედავ. ანუ ნამდვილად ისევ ხედავ, რომ მიაგენი წერტილს
შენ საბურს და იქ შედიხარ სიღრმეში, რომელიც სინამდვილეში შენი თავის სიღრმეა. ანუ ადამიანი რატო არ შეიცან თავის შენი, იმიტომ რომ შენ თავში თუ არ ჩახვედი ხარ, შენ თავში არ ჩასუხარ და სხვაში როგორ ჩახვა. და მერე იწყება უკვე აი განკითხვას რო ეძახით. განკითხვა როდის იწყება? როცა ადამიანი თორე როცა შენ თავში ჩადიხარ, ის ბედნიერება, რომელიც შენ პოულობ, ბედნიერება შენ თავში, უბრალოდ გართმევს სურვილსაც, ძალასაც და აუცილებლობას და რა ვიცი, სულ არ გჭირდება შენ რომ სხვა გააკრიტიკო. შენ თავში ხარ ჩასული და იმ სხვას ისე გააკრიტიკებ, რომ ეს შენი თავის კრიტიკა იქნება სინამდვილეში, იმიტომ რომ შენ წაკითხული გაქვს, შენ თავში ის სხვა. რა ვიცი ხა როგორ შეიძლება ცოტა ბევრი სიტყვა გამომივიდა. ტალანტი ადამიანს აბედნიერებს. და ხო, იმიტომ ხდის ის სწავლა. ხო, იმიტომ რომ იქ შეღავათშია. ტალანტი არის შეღავათი. ღმერთმა მოგცა შეღავათი, გაჩუქა რაღაცა და იმ შეღავათით ხარ შენ მაგარი, თორე აბა ხო, მაგრამ ამავე დროს აბედნიერებს, მაგრამ ამავე დროს მარტივი ხო არ არის, რომ ამავე დროს ხო მარტივი არ არის, იმიტომ რომ ტალანტი ითხოვს შრომას, გატყავებას, რომ შენ ის ტალანტი აქციოს საგნად. უკვე შენ უნდა ჩადო შენი პირადი თავგანწირვა, რომ აქციოს საგნად, ანუ შედეგად ხო სინამდვილეში ქრისტიანები. რო ადვილი გვეჩვენება დღეს წმინდა ვერის კრიტიკა, ვთქვათ რაღაცა. რატო? იმიტომ რომ საერთოდ გვავიწყდება, რომ ქრისტიანობა არის შედეგი. შედეგი არ დაგიდია ძმაო, კი ლაპარაკე ბევრი, მაგრამ მაჩვენე რა, ვინ განკურნევის უშველე, კაცი ჭუმად იყო და უშველა რა ვიცი, მე ხა ჩემი წერილები რო ნახოთ მარტო, საიდან ვინ წერს, ხო უნდა დააფიქრდე ცოტა რომ ამ ადამიანმა თავისი პირადი თავგანწირვის ფასად დადო უზარმაზარი შედეგი ადამიანების სულში, ანუ ნამდვილი ქრისტიანობაა ჩვენი. მაგრამ რო არ დგეხარ ამ გზაზე და შენ გონია რომ ბუყვაშიდებს ჭეშმარიტებას, ანუ გარეგანში და არა სულში, მაშინ გეადვილება სხვისი კრიტიკა. და ამ დროს რა ტანჯვას შეიძლება გაგიდეს მამაოზე ეხლა აღარ ვიძახი მე რომ მამაო რა ტანჯვას გაგდეს, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი ვინც რაღაცას ახორციელებს რამხელა ტანჯვას შეიძლება ამ დროს გაგდეს. რა თქმა უნდა და ამ დროს მოვა გარედან ვიღაცა და ისე ადვილად იმას იზამს წაშლის ამანაერთ მიაფურთხებს, რატო იმან არ იცის რას ნიშნავს ტალანტის რეალიზების გზაზე დადგომა. ანუ ხო და იქ ტანჯვა რას. ხო, ყველაფერი და ადვილად და ამაზე ცოტა მე პირადად მაგალითად არანაირი შინაგანი რეაგირება არ მაქვს, იმიტომ რომ ნუ იმ კაცმა ის იმ გზაზეა ეხა დღეს და ხო. მოკლედ ამ ჯონათანი რომ უკვე აი რაღაცის პროცესში არა რაღაცას სწავლობს, აი ამ დროს რაღაცა ესე ეწერა რომ ყრუხმა შემოესმა რომ ყრუხმა აჟღერდა რომ ამას ვერ საწაუვალ მე თოლია ვარ დასაზღვრული თვით ჩემი ბუნებით. ფრენის შესახებ ამდენი რამის გასაგებად რომ იყო შექმნილი, მაშინ სამოძრაო კაც მექნებოდა, ანუ ცოტა დაფიქრდა რომ ანუ ცოტა სულელი ხო არ ვარ, რას ვცდილობ, ანუ ფრენას ვცდილობ, ანუ რაღაცა ხმა შემოვიდა, რომელმაც ცოტა დაასტობა. ხო. შეაჩერა. ხო. და დაეჭვა. ხო. ანუ რო ეჭვდები ის არის რომ შიში გაუბედაობა და შეიძლება სიზარმაცეც თქვათ, თუ აი არსებობს რაღაც კონკრეტული მომენტი, რომ აი იმ მომენტში თუ ეს ყრუხმა შემოგივიდა, იმდენად დარწმუნებული კი არა, მზად ხარ იმ კონკრეტულ მომენტში ამისთვის, რომ ეს ყრუხმა შენზე აღარ მოქმედებს. ო ეგ უკვე რა მაგარი საინტერესო მომენტია, სულ არ მახსოვდა ეს ყრუხმა 100 წლის წინანდელია ჩემთვის და იცი რა არის, ეგ უკვე არის პრაქტიკა. ყურე ეჭვი რაღაც თვალსაზრისით ცუდი არ არის, იმიტომ რომ არაცნობიერი განცდა სურვილსა და შესაძლებლობას შორის მანძილის. ანუ მე კი მინდა, მაგრამ მე შემიძლია არის ტიპი მაგალითად მოვა და გადახტება და მოიტეხავს კისერს. ეგ ვაჟკაცობაა და ეს მოსდის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველა ასე ვთქვათ ჰეროიკული პატრიოტული იდეებით ხო დატვირთულ ადამიანს. ეგ ადვილია. მე მაგარი ვარ რამე გაუმარჯოს საქართველოს გადახტი და
რა ვიცი რა ქვია მაგას დავიბრიდე ეგ არ არის ეჭვი ნიშნავს რომ შენ უკვე ღრმად შედიხარ თემაში ანუ ეჭვი არის ინდიკატორი ანუ ეჭვი არის რის ნიშანი იცი რომ შენ უკვე დაიწყე შენი თავის სწორი შეფასება თეორიულ ჭრილში კი არა სადაც შენ თეორიული გმირი ხარ კლავიატურასთან დაჭერდი და ხარ დავით აღმაშენებელი მინიმუმ და მაქსიმუმ ღმერთი ხარ ეგრე არა პრაქტიკაში რო შედიხარ იქ არის წვიმანი ამბები და იმ წვიმანი ამბების წინ რო ეჭვი გიჩნდება ის ნიშნავს რომ შენ უკვე გიჩნდება ცოდნის წყურვილი იმიტომ რომ ცოდნა თუ არ იცი ეჭვი უნდა გქონდეს მაგრამ შემაშინებელი ისე რომ შენ დაგაპაუზოს ასე ვთქვათ შეიძლება ეს უკვე ადამიანმა შიგნით უნდა შეამოწმოს რა სჭირს შეიძლება მას სჭირს რა იცი საერთოდ ყველა პრაქტიკა არის პატარა თავგამწირვა მოდი ესე ვთქვათ პატარა რისკი სინამდვილეში მოწამეობრივი აი ვთქვათ მამა ნიკოლოზი მოწამეობრივად გავიდა ვთქვათ ხო მოწამეობრივი გასვლა აღსასრული არ მინდა ვთქვა და იმიტომ რომ არ არსებობს აღსასრული ის არ არის ის არის გვირგვინი ანუ იმან იარა სინამდვილეში მოწამეობრივი გზით ანუ პატარ-პატარა თავგამწირვებით პატარ-პატარა რისკ კოეფიციენტი რო ყოველთვის ახდა და გარედან საერთოდ სიგიჟეთ ჩანს იმიტომ რომ შენ რა იცი ის რატო აკეთებს იმას ანუ პატარ-პატარა რისკები აუცილებელია პატარ-პატარა თავგამწირვები პატარ-პატარა თავის დადებები რომელიც საბოლოო ჯამში შეიძლება მოწამეობრივი გვირგვინით დასრულდეს ანუ დიდი ნამდვილი თავგამწირვით ნამდვილი მოწამეობით და მოწმეობით იგივე ქართულში და სხვა ენებშიც ბერძნულში მაგალითად მოწამეობა და მოწმეობა ერთი და იგივეა ანუ რას ნიშნავს მე დამდასტურებელი ვარ ქრისტეს ჯვარცმის და ჯვარცმა უცებ არ ხდება ჯვარცმა მთელი ცხოვრება და ჯვარცმა სწორედ რომ შენ ბედავ ისეთ რამეს პატარ-პატარა სიკვდილებს ეჩვევი იმდენად სიკვდილს რომ ბოლოს ხვდები რომ სიკვდილი არ არსებობს იმიტომ რომ ის პატარ-პატარა თავის დადებები შენ გაყავხარ უდროობაში მარადისობაში და განცდაში მათ შორის ფიზიოლოგიის დონეზე რომ სიცოცხლე სულ არ რა ვიცი ხო არ გავართულე არა ანუ რისკი ისა ეჭვი კარგიც არის მაგრამ ეჭვი როგორც ზაფრა აი რომ დავიზაფრე ხოლმე ამას მე ვისა ვერ გავაკეთებ ეს არის უკვე თვით ლიკვიდირება ხო და აი შე რო თქვი რომ მაშინ თავში უნდა ჩაიხედოს რომ ამდენად თუ გაპაუზებს შეიძლება სხვა რამეც იყოს მიზეზი აი ამდენ ხო აი ესე რო გაპაუზებს კაი შეიძლება გაშეშებს ხო კი რა თქმა უნდა ეს არის ესე იგი მაინც თავგამწირვას ბევრი წახნაგი აქვს თავგამწირვის ერთ-ერთი წახნაგი არის შრომა მეორე წახნაგი არის განცდა იმისი აი ყურე როგორა თავგამწირვა მე რაღაცას ვაკეთებ ისეც რომ გარედან ჩანს რომ ეს რას აკეთებს მაგრამ მე ვიცი რომ ვაკეთებ იმიტომ რომ ვიცი ზუსტად სად დავადგა მომდევნო ნაბის მაგრამ გარეთამ არ იცის გარეთა თვალმა იმას გონია რომ შენ გადავარდი მაგრამ მე ის გარეთა თვალიც ნელ-ნელა ხო ხედავს რომ შენ კი არ გადავარდი არამედ და სხვათა შორის აი ხა გამახსენდა მამა ნიკოლოზს აქვს ნათქვამი თქვენო წარმოგიდგენიათ თუ მიდიხარ და მიწარაო ნახე როგორი სულიერი მდგომარეობა ანუ ის უკვე ისეთ სამყაროში მოხდა სადაც ნამდვილი მყარი არის სამყარი სინამდვილეს რწმენა არის სამყარზე სიარული ამ მყარზე კი არა სამყარზე ანუ სულიერ მყარზე სიარული და მან ეს წარმოიდგინე რამხელა სკოლას გაივლიდა აი იმ რჩეულობის წამიდან როდესაც ვერი გაბრიელი პატარა იყო და მოდიოდა წარმოიდგინე როდიდან იყო ამორჩეული და რას გაივლიდა ის რომ საბოლოო ჯამში ის კითხვა დაესვა ჩემთვის რაც დამისვა ანუ ჩემთვის ეხა ამიტომ კი არ გადიოდა მაგრამ ანუ საბოლოო ჯამში დაეწყო სამყარზე სიარული ანუ ერთხელ ესე აქვს ნათქვამი რომ თუ რამეს ეყრნობი ღმერთის ადღა
ანუ რომელიმე ეს გუშინ თქვი ხო სხვათა ხო რომელიმე სისტემა ხო რომელიმე ანუ შენ რო ეყრნობი რომელიმე კონსტრუქციას რომელსაც ამ ქვეყნად აქვს ფუძე ფუძე რას ნიშნავს ფუძე ნიშნავს უამრავ შესაძლებლობებს დაწყებულს ფინანსურიდან დამთავრებულს ანუ ეგეც შეიძლება იყოს დაყრდნობის ერთ-ერთი ყავარჯელი კი ბატონო იმისთვის რომ შენ სამყარში ვერ გაიცნობიერო და ვერ მოიაზრო თავი ანუ რა ვერ იფრინო როგორც ჯონათანი აი იმას რა გაუჩნდა ვახ მე ვარ ეს მე უნდა ვიფრინო მაგრამ ეს სწორი ეჭვია იმიტომ რომ აბა შენ მოსინჯერდი ვინ ახარ კი გამოგირჩიეს კი დაიწყე მაგრამ მე კიდე პროცესი კი და ეს შეიძლება ხა ცოტა ჩქარა გადახტომა გამომივიდეს მაგრამ მე იყო მთელი ეს პროცესი იქ კი წავიკითხე ხა ორჯერ და აუდიო იმასაც მოსვინე მაგრამ რეალურად არ მახსოვს ეხა იქ ერთი რაღაც გაიარა მეორეცა თუ რაღაც სამყაროებში გადადიოდა ჯონათანი ხო და ან მთელი ეს პროცესია აღწერილი და ბოლოს ესეთი რაღაც დაემართა ანუ იზრდებოდა და როცა თქვა რაღაცამდე მიაღწია არც ერთ თოლიას რო აქამდე არ დამართნია ისეთი რაღაც დაემართა რომ საიდანაც თავიდან თვითონ გუნდიდან გამოაძევეს უცბად აზრი დაებადა რომ იმათთვის ჩაეკითხა ანუ ისინი გაეცოცხლებინა და მე მამაო მახსენდება რომ ანუ წმინდანი ხო რავი ეგ არ არის რომ ადამიანს აცოცხლებს კი აბარაჯი ხო ამ ეს მაგზაზე ვართ მაგ გამოცდილებაში ცოტა ხმამაღლაკია მაგრამ ესეა რეალურად ხო ანუ აცოცხლებს ადამიანს და ეხლა აი წმინდანს რო ახსენებ ცოტა ისე ჩანს რომ აი გინდა წმინდა გიორგი ახსენო გინდა წმინდა ნიკოლოზი ჩანს რომ აი ვერ ხვდები კარგად რა არის და შენზე დაკურებული ვარ ხოლმე რომ აი ვაჟა-ფშაველას ძეგლის გვერდით რო ცხოვრობ თქვა და ვაჟას იმ მომენტში რაღაცა მაგ მომენტში იმედენად ახლობლად ახსენებ რომ გეგონება ურთიერთო ანუ გინდა სხვა დროს მარტო ვაჟაზე კი არა წმინდანებიც ისე გიხსენებია ოღონდ აი უკვე თქვა მე-3 საუკუნის ანუ ძველი წმინდანებიც ისე გიხსენებია რომ აი ცოცხლად არის და რეალურად ხო მასე ცოცხლად არის წმინდა რატო ვერ აღვიქვამთ ანუ მასეც ანუ ადამიანად რა ადამიანად კი არა შენ ახლობლად რატო ვერ აღვიქვამთ ჩვენ ყველაზე უფრო ჩვენ მამა ნიკოლოზის ხალხი კიდე აღვიქვამთ მაგას იმიტომ რომ შევეხეთ ამხელა დიდ ასე ვთქვათ ფენომენს სულიერ ფენომენს ვერ აღვიქვამთ ალბათ იმიტომ ანა რომ ჩვენში არ არის შემოსული აქ უნდა შემოვიდეს შიგნით თუ არ ჩავიდა სინამდვილეში შიგნით და გარეთ ზღვარი წაშლილი სულიერი სამყარო რო ვამბობ სულიერი სამყარო თუ გარეგანში არ გაქვს შენ შემოყვანილი შენ თავში არა რას ნიშნავს სულიერი რა სტერილურია რამე დაკონსერვებულია სულიერის და ასე ვთქვათ ემპირიულ სინამდვილეს შორის ზღვარი უნდა წაიშალოს სულიერებაა ყველაფერი რაც სულიერება არა ის ილუზია არ არსებობს ასევე მწერალი რომელიც შენში შემოსული არ არის რა მწერალი იმიტომ რომ ნაწარმოები წაიკითხე და რატო წაიკითხე თუ ის შიგნით არ ჩავიდა ამიტომ რომ შიგნით რო ჩადის მწერალი ის ხდება თქვა წერალი და ვინც გინდა და სად არის ერთო სად არის ის წერტილი სადაც ჩვენ ყველა ერთი ვართ სული წმინდის წყაროში წმინდა სამებაში ამან რო ამბობდა ისე უბრუნდები იმიტომ რომ მამაოს გარდა ის პრაქტიკა არცად არ ვერც წამიკითხავს ვერც მინახავს და ვერც განმეიცდია მით უმეტეს ხო ეს ვარ ეს დავწერე ის ვარ სინამდვილეში ანუ წყარო არის სული წმინდა სამებიდან წარმომავალი არის მხოლოდ არსებული არათუ ნამდვილი და არსებული ერთი და იგივეა სხვა ყველაფერი არის ილუზია სხვა ყველაფერი ჩვენი ფანტაზია ხო და ეგრე გათავისებული ხა ცოტა ისეთი ნათქვამია გათავისებული რო გექნება შენი წილი ხო აი ხო ანუ შენი წილი აბარა შეიძლება მთლიანი ვაჟა ვერა მაგრამ წვეთში თუ შეუერთდი წვეთი შეერთება არ არის ხო და გინდა ნებისმიერი წმინდანი მასე ეხა გათავისება მართლა შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვა მაგრამ როგორც შენ ამბობ რომ წილი გათავისება რაღაცა ის წვეთიც გათავისებული რო გქონდეს უკვე შენთვის სასაცილო აღარ იქნება რაღაცა წმინდანის აი ეხა რო შეიძლება რომ გაგვეცინა ან მე არ მეცინება ვთქვათ მაგრამ ვიღაც
ადამიანს, რომელსაც არ წამს და წმინდანი, გინდა ცოცხალი წმინდანი, ცოტა ან ვაფშე რას ეძახით წმინდანებს, ან რას ნიშნავს ცოცხალი წმინდანი, შეიძლება აღარ ესეთი კითხვა აღარ დასვას და აღარ გაეცინოს ის გათავისებული თუ ქონდა. არა და მე ხო გახსოვს რას ვეძახი, წვეთობრივი. რეანიმაციის განყოფილება, რატო? გათავისება ისე არ ხდება. ბახ და უცებ გავითავისე, ვინც გინდა, წვეთობრივზე უნდა იყო. ნამდვილი მეგობრობაც როგორია? აი არ ურთიერთობა როგორია? წვეთობრივზეა. მე რა უცებ გავხდი, თქვა ჩემი მეგობარი, ან შენ ჩემი, ან ვინც გინდა აი ჩვენი მეგობრები. ეს წვეთობრივია. შენ მე მიხურებ, მე შენ გიხურებ და ჩვენ გვგრძნობთ რა არის ჩვენ შორის ჭეშმარიტი. ანუ სად ვართ ერთ წვეთობრივზე. წვეთობრივი ცოდნა, რომელიც შემოდის, შემოვარდა, ცოდნა არ არის, ეს არის ჩემი აზრით, ეს არის მოხიბლული მდგომარეობა. თუმცა წვეთობრივს ახასიათებს გაფართოება, მასშტაბის შეცვლა. აი წვეთობრივზე ჩაგეწვეთა. სხვანაირდება და სხვა ანუ კი და მე ერთ დღეს შეიძლება დაინახოს სამყარო სრულიად სხვა ყოფილა. ანუ ჯონათან ლივინგსტონის შემთხვევაში შენ თქვი რომ სამყაროები შეიცვალა, ხო, გადავიდა ერთიდან მეორეში. და მე როგორც მახსენდება, ეხლა მოუნდა დამიწება. ანუ ჩამოსვლა თავის საძმოში და საძმაკაცოში. იმ თოლიებმა, ვინც აი მაგ სამყაროში იყო, იმათმაც კი ვერ გაუგეს, რომ ანუ ერთ-ერთი ამას რა უნდა? რას ქვია იქ დედამიწაზე ხა ისე ვიძახი, რას ქვია იქ დაბრუნება? ო მაგარი. ანუ ამას სიყვარული გაუჩნდა იმათ მიმართ. აუ მაგარი, ეს მაგარი ნიუანსი გაგახსენდა ეხლა. ანუ იმ ხელა გაიზარდა ეთყობა. ეხლა უცებ ეს პასაჟიც არ მახსოვს იმათ რო იფიქრეს რომ სინამდვილეში არაფერი არ მახსოვს, მეხსიერება წაშლილი მაქვს ხო იცი. ისე წამეშლება რაღაცა საერთოდ თითქოს არ ყოფილა, მაგრამ ეხლა გამახსენდა. იმათაც გაუკვირდა. იმიტომ რომ ბიჭო, აქ მიაღწია ამას და იქ რა ესაქმება, იმ ჯოჯოხეთშიო, ხო? თქვა პირობითად ვამბობ. მაგრამ ალბათ სწორედ სიყვარული შენ სიტყვა ახსენე სწორად. ის იმხელა გაიზარდა, რომ ისიც არ გაემეტა. ის ყველაზე, აი როგორც მამა ნიკოლოზი რო. იმიტომ ახსენე ხო მამა სათვალეებს რო იკეთებ და იქ სკერზე რო ეძებდა, იმიტომ რომ იმის სიყვარულის რესურსი, დიაპაზონი და რადიუსი ჩაწვდა იმ სკერს, როგორც ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთში. ანუ იქ ისიც არ გაემეტა და ეს ვერ გაუგეს იქ ცოტა ალბათ ანგელოზის ფორმაში შესულმა არსებებმა და გასაგებია ეს. და ანუ მამაო მაგას გვიკეთე. სადღაცა იუმორით აქნა თქვენი. ნუ იუმორს ვეძახე ხა ბოლომდე ხო არ ვიცი. ხო თქვა თუ დაწერა მაგრამ რომ იქ მომწყინდაო კაცო. ხო, მომწყინდა იქაო. ხო და ამას რომ ბუკვალურად შეხედავ ახლა იცი რა არის სასულიერო პირი მე არ მინდა ხა ამის ამ იმაში გადავიდე ჭრილში და რელისებზე რომ ვიღაცა აკრიტიკო მაგრამ მომწყინდა რას ნიშნავს მას გაიხსნა სხვა სამოქმედო ასპარეზის განცდა რა თქმა უნდა ზრდის კვალობაზე იმიტომ რომ სინამდვილეში ალბათ რაც ყველაზე მაღლა ის ყველაზე დაბლაც არის რომ ღმერთს ყველა უყვარს უზდაბოს უყვარს თუ მოიცავს კი ბატონო აი შე როგორ თქვი გათავისება გათავისება ძალიან მაგარი რამე გათავისება ნიშნავს შენს თავში შემოუშვა ის რაც შენი წილია ეს ყველა ძნელი იმიტომ რომ შენი წილი ზოგჯერ არის კაიმძიმე ამბების გადატანა და ამის გათავისება ჩვენ არავის არ მოგწონს და არ გვიხარია მაგრამ ისეთი დროა რომ გვიწევს ხო და მოკლედ ბოლოს ეს ჯონათანი რო ჩამოვიდა იქ ერთი მოწაფე შეუერთდა ორი აი როგორც რაღაცა ესე მოწაფეები შეუერთდნენ და რო დაინახეს და მოკლედ ბოლოს რამდენი შეუერთდა ეს ახლა რაღაცა საჩვენო თქვი შენ ხო ჩვენ რო გაგვიხარდეს ისე რამდენი არ ვიცი ბევრი ხო არა ბევრი არა მაგრამ რამდენი რაღაც 2 4 8 რაღაცა ესე ზუსტად ღმერთით რა ხო ანუ იმათ მიწდა ჩაწდა ხო და იმათმაც ანუ ისინიც რაღაც პონტში ანუ რაღაც იმაში იყვნენ ის დამნახა წვეთში
ხო, შეუერთდნენ ეთქო. თორე, ხო, იქ ძალიან ბევრი იყო იმ 8-ის გარდა თუ 7-ის გარდა, ხა რამდენიც არის მართლა არ მახსოვს, მაგრამ მარტო იმათმა რატო დაინახეს ის? ამ 7-მა და 8-მა. ხო, რატო დაინახა ამ 7-მა? იცი რა არის, მოდი ესე ვიტყვი მაშინ ისევ დავუბრუნდები, ხო, იმიტომ რომ ის თავიდან რჩეულობაც განიფინება. მამა ნიკოლოზის განიფინება. ის 7 ხომ მოხდა. თავარი ერთია. ერთი ღერძი, ღუზა, ღრმა ერთი. თავარია ერთი, ხო? ის ერთი 800 რომ მიწდა. შენ რა იცი რომ ის 8 მე 8000 არ მიწდება. კიდე მასეც თავდება. მასეც თავდება, ხო? ჯონათანი როცა გადის, მე იმის ერთ-ერთი, მე სხვებს დაუწყებს, ესე ვთქვათ, ესე ვთქვათ, ჩვენი ჭკურის ყოფილა ესე. რიჩარდ ბახი, ხო, ავტორი არა. ხო და აბა რა, იმიტომ რომ ნამდვილს აქვს ერთი ძალიან ისეთი თავარი და მნიშვნელოვანი თვისება. ის იმას დამტეობა დიდი აქვს, ანუ და განფენის რესურსიც დიდი. ის ვერ გაჭერდება, იმიტომ რომ ნამდვილია. ის უნდა გაგრძელდეს. ჩვენ რო ეხლა არის, იცი რა არის, ამბიცია ერთვება ხოლმე ადამიანური ვინ არის და ერთი ძალიან კარგი ისეთი კომენტარი წამიკითხეს, ესეც რომ მთელი საქართველო კაც მამა ნიკოლოზის მოსწავლე თუ რა ქვია. ჩვენ ხო არ ვიცით ამ ფენომენის როგორ უნდა საიდან დავიცოდეთ, ანუ განფენის პოტენცია. 8 კაცი ბევრია, 8 ნიშნავს 8000. და 8000 და ასე შემდეგ და რა ვიცი, ღმერთმა ქნას. ანუ მოკლედ ეს იყო რაც არის ამოღებაც მინდა და იმედი სასაცილო არ გქონდა. სასაცილოც არის რაღაც კუთხით ყველაფერი ეს სატირანი რო არ იყოს. სასაცილოა, იმიტომ რომ რაზე ვლაპარაკობთ რა, 2x2 რო 4-ია ისეთ რამეებს. იმიტომ რომ არსებული არის სული წმინდა, ანუ წმინდა სამება და დანარჩენი არსებულია და ეხლა ვიღაცას თუ არ არსებულის შესახებ უნდა მსჯელობა და ამის გაკილიკება, თქვათ გაკარიკატურება და გაკრიტიკება, კი ბატონო, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხერება როგორმე და მით უმეტეს არ ეხება წმინდა ბერებს და წმინდა ბერ გაბრიელს, წმინდა ბერ ნიკოლოზს და ასე შემდეგ. ასე რომ სასაცილოც არის. მადლობა შენ და მე მგონი რა. ეს წიგნი მამაო ვირჩია, ხო, ვეუსურს. კი. რჩეულობის თემა ყოველთვის იყო მამა ნიკოლოზს, მაგრამ ანუ ყოველთვის გვიაქცენტირებდა, მაგრამ თანაც იცი რა დაყვებოდა გიორგი, რომ ყოველთვის ყველა ადამიანს რაღაცნაირად შიგნიდან ჩემი აზრით ის აისაუბრებოდა და მიანიშნებდა იმის შესახებ, რომ შენც რჩეული ხარ. იმიტომ რომ ადამიანი უნიკალური თუა, ხო, რაღაცაში ერთი ვართ. სემო აძინაკავია რომ მეუბნებოდა მამა ფილარეტი. და რაში ვართ ერთი? ყველა ადამიანი წმინდაო ერთხელ მითხრა მამა ნიკოლოზს. ქუჩაში და მე რო უთხარი, აი ესეც მეთქი გაიარა იწოდა. მსუბუქი მყოფა ქცევის. აი მან დაინახა რა. ხო, ანუ ის ხედავდა, მე მივხვდი რომ ის ხედავდა ღვთის ხატს ადამიანში და ღვთის ხატი რა შეიძლება იყოს ადამიანში. რა იზიდავს? სული წმინდა ვინ მიიზედავს და რა? ჩემი აზრით მხოლოდ სული წმინდა. აბა სხვა რა მიიზიდავს სული წმინდას და სად არის ეს ადამიანში? ანა, საერთო ჯამში მამაოს ესე ნარჩევი წიგნები ვიცით? კი, როგორ არ ვიცი. ვიცი კიდე მე რობოტი არის ესეთი. კი, ბევრი არის მაგათ გარდა. კი. ხო და ეს წიგნები რო შევკრათ, კარგი. არა, ნუ მარტო ეს წიგნებიც. დავიწყოთ, თქვათ, ხო, ყველაფერი შეიძლება, რა ვიცი. კარგი იქნებოდა რა საზოგადოებისთვისაც ძალიან საინტერესოა. კი, შეიძლება ეს. ხო, იცი რა არის, პრაქტიკულად მე რატო ვარ გულშემატკივარი, რომ შემოვიდნენ ახალგაზრდები და რაღაცა. იმიტომ რომ როცა ესე საჯარო სივრცეში შედიხარ და მოედანი გაიხსნება, ხო? კი, ერთის მხრივ ეს კარგია, პრაქტიკაში შედიხარ, მაგრამ მეორეს მხრივ ხო პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ აუდიტორია გისმენს და აუდიტორია გრძნობს ალბათ, იგრძნობს რაღაცა ჭეშმარიტების მარცვალს, წვეთს
იმ სამყაროდან, რასაც ქვია, თქვათ, ბერნი კოლზის ან მისი მრევლია თუ მრევლს მე ჩვენ თავს მრევლად არ მივიჩნევ. ჩვენ ვართ რაღაცნაირად მისი კურნების ქვეშ მოყვედრილი ადამიანები. და თუ იგრძნობენ რაღაც ჭეშმარიტების მარცვალს. რომ თურმე შეიძლება ლაპარაკი ამათთან კი ბატონო. ანუ რა, კავშირი. ივედით ისევ კავშირი. მადლობა დიდი და მადლობა თქვენ. ანა შენ მადლობა პირველ